ის პოლიტიკური პატიმრები ახსენეთ და მინდა მათ მივესალმოთ, ალბათ გიყურებენ თქვენ თქვენს გადაცემებს და მათი თავგანწირული ბრძოლა, მათი სულისკვეთება არის მიზეზი, რომ დღეს სოფლიო არის გამოგვიძებული და დგას ძალიან მყარად ხალხის გვერდით, საზოგადოების გვერდით. მათი სახელი ქვია ივანიშვილის სანქციას. მე ასე მგონია, აი მათი ბრძოლის, მათი თავგანწირული ბრძოლის და პირველ რიგში მათი და არა პირველ რიგში მაგალითად მოქმედიან ახალდარჩეული ადმინისტრაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ მათი ბრძოლა და სულისკვეთება ერთი წამითაც არ უნდა იფიქრონ იქ ახლა 4 კედელში რომ არიან გამოკეტილნი 40-მდე ადამიანი 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებულები და მანამდეც გაზაფხულზე ნიკა ბოდიში ჩაგერთვები და მაყურებელსაც მინდა უთხრა მე არ შენ ნახე თუ არა მაგრამ მუვემენტმა გაავრცელა მე უბრალოდ ვერ ვაჩვენებ მაშინ როდესაც ეთერში ვარ იმიტომ რომ დღეს 6 საათიან გამოშვებაში როდესაც ვუყურე აი მუვემენტის ამ კლიპს სადაც გიორგი ოკმელაშვილი თავის მეუღლეს ესაუბრება იმდენად ემოციური იყო რომ ცრემლება დავიღვარე და ვეცდები რომ გადაცემის ბოლოს როცა უკვე მე ეთერიდან გასვლას დავაპირებ მაშინ კიდევ ერთხელ მივცე საშუალება მაყურებელს რომ ნახოს ეს. კი, ნახე მე და მე ვფიქრობ ძალიან ბევრმა და ამიტომ აი გიორგი ოკმელაშვილის და ბევრი იმ ადამიანის ვინც ბრძოლა აქტიურად დაიწყო წლების განმავლობაში, მაგრამ ნუ ახლა გიორგის მე არ ვიცნობ პირადად, მაგრამ ყველა ვიცნობთ უკვე და დღეს ამიერიდან განსაკუთრებით, ხო, ახლა მისი ძალიან ემოციური რაღაცა ესეთი მართალი ქართველი კაცის, ამაყი ქართველი კაცის საუბარი მეუღლესთან 4 კედრიდან იმ წუთას 4 კედრიდანაც არა რაღაც პატარა ჯიხურიდან ალაპარაკებენ ხოლმე და მოკითხვა მასაც პერსონალურად და უამრავ პატრიოტ ადამიანს დიახაც რეჟიმის სანქცია ამერიკელების მხრიდან, ევროპელების მხრიდან მათი უდიდესი წვლილია. მათი დამსახურება რო არა თქვენი თავგანწირული ბრძოლა ეს ასე არ იქნებოდა და იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პერიოდი, რომ არაფერი მოასწავლებდა, რომ ასეთი სამართლიანი სანქციები ქართული ხალხის დასახმარებლად ამოქმედდებოდა. ხო და გულიც კი წყდებოდა მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს. მე წავიკითხე ჯო ვილსონის და სულ ახალი ტვიტი, სადაც ის კვლავ საუბრობს სანქციებზე. ეს არ არის რა თქმა უნდა დასასრული სანქციები, კიდევ იქნება, რაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. კი ბატონო, და პროტესტია მოცემულობაც ახსენე, აი დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც დღის წესრიგს ქვეყანაში ქმნის პროტესტი. არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, მაგრამ რა თქმა უნდა პირველ რიგში რუსთაველის გამზირზე. დღეს არა უბრალოდ დღის წესრიგს ქმნის, არამედ აცოცხლებს ქვეყანას პროტესტი და მეტიც გეოპოლიტიკურ რუქაზე ნიშნავს საქართველოს პროტესტი. რომ არა ისევ ეს პროტესტი ბევრი რამ უბრალოდ არ იქნებოდა და ამაოდ და ნამდვილად იმედოვნებდა ივანიშვილი და მისი რეჟიმი რომ ეს ასე არ მოხდებოდა და დიახ თქვენ ახევრით წინ თქვენი გადაცემის სტუმრებიც კი ძალიან თამამები ვერ ვიქნებოდით და ვერ ვიტყოდით და თუ ვიტყოდით ძალიან დიდი მორიდებით რომ ეს პროტესტი შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირა, 3 კვირა, რამდენიმე კვირა, თუნდაც რამდენიმე თვე, იმიტომ ვერ იტყოდა ბევრი, რომ უბრალოდ ეჭვი გვეპარებოდა, იქნებ ვერ გაძლოს ამ პროტესტმა და მიილიოს, გაილიოს. დღეს ძალიან თამამად შეგვიძლია თქვათ, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ გამარჯვება არ დადგება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრაგმატიზმი და რეალიზმია ამ პროტესტში და ამ პროცესში. ამ ადამიანები უბრალოდ ემოციურად არ არიან ჩართულები, აი ხშირად ვამბობ ბოლო დღე არიან გაცნობიერებულად, ანუ შინაარსობრივად არიან ჩართულები, იციან რატო დგანან. წარმოუდგენელია ბევრჯერ მოვალეობათ მიაჩნიათ ყოველდღიურად ნოემბრის ბოლოს თქვენი გადაცემის სტუმარს მეც თუნდაც რომ მეთქვა რომ ეს პროტესტი გაგრძელდება რამდენიმე თვე თქვენი მაყურებლის დიდი ნაწილი იფიქრებდა რომ შეიძლება ხელის ჩაექნია იმიტომ რომ ამ ქვეყანაში 2-3 თვე მსგავსი პროტესტი ასეთი მყარი ვერ იქნება კი
10-დან 7 ადამიანი ამას იფიქრებდა როგორც გულშემატკივარი, შიშნარები ემოციები და ეუფლებოდა. სახელმწიფოებში როდესაც ყველაფერი დასრულდება, გარდა ხანგრძლივობისა ძალიან მშვიდობიანია ეს პროცესი. ჩვენი მხრიდან, მაგრამ ხედავთ როგორი რეპრესიული, როგორი ძალადობრივია ხელისუფლების მხრიდან ანგარიშს. ყველა მზად არის ის, რომ ეხა რეპრესიული 28 კანონი პრაქტიკულად ამოქმედა ყაველაშვილმა, ხო, რომელმაც სწორად აღნიშნა და ეს რადო ცინიზმი და რადო შესაძლებელია ვიღაცის დაცვა, მაგრამ ნუ ის ტექსტი წაიკითხა, რომელიც თვითონ არ ესმოდა რას კითხულობდა იმ 40 წუთის განმავლობაში ცინიზმი თუ რამე არის, ეს არის ყველაზე ალბათ ივანიშვილს ყველაზე ინტიმური პრეზიდენტი ყავს ყაველაშვილის სახით. კი, ნამდვილად, რომელსაც 40 წუთის განმავლობაში წააკითხეს ტექსტი, ფიცი დაადებიეს და უბრალოდ ადამიანს ხო ეთყობა აი ტექსტს როცა კითხულობს, ანუ იაზრებს რას კითხულობს თუ ვერ იაზრებს. აქედან გამომდინარე მნიშვნელობა არ აქვს. კი, რა თქმა უნდა, ხვალ ზეგ, მაზეგ შეიძლება ამ კანონის სუსხიანი ხელი ჩვენ მოკლედ და ძალა მისი კანონის არასამართლიანი ჩვენ მოხდეს, მაგრამ ეს დროებითია, ყველამ ვიცით, დროებითია და ეს დრო არის ლიმიტირებული, მათ თავად დედლაინად დასახეს 20 იანვარი. ახლა ცდილობენ რომ ეს დედლაინი იქნებ გადაწიონ დროში კიდევ უფრო შორს. დროში უფრო იმედიანად აღარ არის. გრძელი დედლაინი ქონდეს. არ არსებობს გეოპოლიტიკური ვერსია, რომელიც მათ აწყობთ. არ არსებობს მათი სასარგებლო გეოპოლიტიკური ვერსია. შეუძლებელია ეს ძვირფასო მაყურებლებო, ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო, შეუძლებელია ეს პროცესი და ვიცი რომ გჯერათ უკვე ყველას. არ დასრულდეს გამარჯვებით. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ივანიშვილის დამარცხება ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ რისკი ყოველთვის იყო მაღალი, რომ გააჩნია შენ მარტო ივანიშვილის დამარცხებაზე რო ფიქრობ, მე რას აპირებ, მე აი ასეთი მყარი ახალი საზოგადოების დაბადების პირობებში, როდესაც ჰორიზონტალური პროტესტია პრაქტიკულად და აი ახლებური დამოკიდებულება. პოლიტიკოსებიც ამის ნაწილის ხართ და არა ლიდერშიპი. კი, ეს არის ძალიან მისასალმებელი, ეს არის ის საზოგადოება, რომელსაც ალბათ თაობები ელოდებოდა, რომელმაც ჩათვალა, რომ ის არის არა უბრალოდ მონაწილე პროცესის, არამედ არ ვიცი, რეჟისორი, არქიტექტორიც, სრულფასოვანი მოწილე ამ პროცესის. ნამდვილი დემოკრატიული პროტესტია და დემოკრატიული პროცესია, როდესაც ხალხი კარნახობს რეალური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც იმდენად გამოიბრძვენდა, რომ შეუძლებელია მას პოლიტიკური პროცესი გამორჩეს მომავალში და შეუძლებელია კოალიციურმა მმართველობამ და ეს გარდაუვალია კოალიციურ და შეუძლებელია რომ თვალი არ გაუსწრო და რეალობა ასეთი დგება. ამიტომ დადგა ის დრო, როდესაც ერთი მხრივ კი უკანონო პატიმრების, ცემატყეპის ხარჯზე ხდება აი ამ მართლა ძვირფასი თავისუფლების მოპოვება, მაგრამ ხდება, ახლოს არის. ნამდვილად ახლოს ვართ აი ამ პროცესში, ამ გამარჯვებასთან. რამდენად ახლოს და რაზეა დამოკიდებული, ნიკა? მოდი ამაზე ვისაუბროთ. აი მე ვთქვი სალომე ზურაბიშვილის გეგმებთან დაკავშირებით და თქვენი პოლიტიკოსების, გამარჯვებული პოლიტიკური კოალიციებისა და პარტიების გეგმებიც ურთიერთკავშირშია პრეზიდენტ ზურაბიშვილის გეგმებთან. ვიცი რომ რაღაც საბჭოს შექმნაზე იყო საუბარი, ვიცი რომ რაღაც დოკუმენტის შექმნაზე იყო საუბარი. უფრო წინ წაიწია თუ არა ამ პროცესმა და აი თქვენ როგორ ხედავთ, რას აპირებთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი და როცა საუბრობთ რომ აი მალე ეს ყველაფერი დასრულდება, აი დროში რა ხანგრძლივობას ხედავთ? პირველ რიგში ამ პროცესის მოკარნახი არის მართლაც ხალხი. სალომე ზურაბიშვილი თამაშობს უდიდეს როლს ხალხმა ის მიიღო მას შემდეგ განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში, როდესაც ის ასახავდა მთლიანად საზოგადოების ინტერესს, მანამდე სხვანაირად იყო და აი ეს არის ქართული ხალხის უპირატესობა, ის ხედავს, როდის არის ადამიანი მისკენ და გულწრფელად სურს რომ დაუდგეს გვერდში, როდესაც ეს დაინახა, ხალხმა მიიღო. ბუნებრივია, მაგრამ თავარი მაინც ყველაზე მთავარი როლის შემსრულებელი ამ პროცესში თავად ხალხია. არავინ, არც ერთი ადამიანი, არც ერთი პოლიტიკოსისთვის და არც
ერთი მოქმედი, ანუ არც პატივიცემა დიდი ქალბატონ ზურაბიშვილს და სხვა პრეზიდენტს, არც ეთი პრეზიდენტისთვის არ დგას, ხომ? ეს თავად ქალბატონმა ზურაბიშვილმაც იცის და მასაც არაერთხელ უთქვამს. უბრალოდ ის დიახაც ძალიან აკადემიურად, ძალიან სწორად, ძალიან სახელმწიფოებრივად გამოხატავდა ქართველი ხალხის ინტერესს, დახმარება და ხმას საზღვარგარეთ ძირითადად და არა მხოლოდ. აპირებს რომ ეს გააგრძელოს. თქვენი როლი მინდა. და ის არის ერთადერთი ლეგიტიმური დიახაც ერთ-ერთი ლეგიტიმური პერსონა, დიახაც პრეზიდენტი მოქმედი, რომელსაც უმაღლესი ალბათობით ბევრი სახელმწიფო ცნობს როგორც ლეგიტიმურ ოფიციალურ წარმომადგენლად საქართველოში. დაახლოებით 10-მა ევროპულმა სახელმწიფო, დიახაც 10-მა ევროპულმა სახელმწიფომ უკვე ღიად დააფიქსირა პოზიცია, რომ ქვეყანაში არსებობს არალეგიტიმური ხელისუფლება და ერთ-ერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიები ამ პროცესში არიან აქტიურად ჩართულები, თუნდაც მე ვფიქრობ არიან ზომიერად და მადლობა ღმერთს, რომ ეს ზომიერება იქნა დაცული. მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ სუნება ალბათ ბევრს ექნებოდა, რომ სხვადასხვაგვარად მოქცეულიყო, მაგრამ ჩვენი ამოცანა ჩატარდა ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები. ახალი არჩევნების ჩატარების შემდეგ ამ საზოგადოებამ, რომელიც ძალიან აქტიურობს, ძირითადი ნაწილი, რაღაც ნაწილი უბრალოდ ვერ აქტიურობს, მაგრამ სოლიდარულია ამ ნაწილის საზოგადოების, რომელიც ქუჩაშია, უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. ამ პრეზიდენტმა თქვა, რომ ახალი პოლიტიკური კლასი იბადებაო, ახალ ძალებზე გააკეთა აქცენტი სხვათა შორის მან და აი როგორ ხედავთ თქვენ საინტერესოა მაშინ როდესაც დაინიშნება ახალი არჩევნები, ნუ ხელახალი არჩევნები. ახალი ახალი თამაშის წესები უნდა დამკვიდრდეს. აი ამ მოკირჭებულ ბევრი ადამიანისთვის ძირგამოფალ პოლიტიკურ სისტემაში ნებისმიერი ახალი ხდება ძველი. 2 დღეში და შეიძლება 22 საათში. თავარი არის თამაშის ახალი წესები დამკვიდრდეს. თამაშის ახალი წესები დამკვიდრდეს, სადაც დაცლილი არის პოლიტიკური პროცესი ოლიგარქიული ინტერესებისგან, არის დემოკრატიული წესწყობილება, სადაც სიტყვას ფასი უბრუნდება, სადაც შეჯიბრობითობა ფასობს პოლიტიკაში და აი ამ კონკურენტულ გარემოში, რა თქმა უნდა, ყველას აქვს მერე შესაძლებლობა საკუთარი ძალები მოსინჯოს. თუ ეს სისტემა არ იცვლება, თუ ასეთი რჩება, როგორიც არის, ანუ ჩვენ არ გვინდა ჩანაცვლება, ხო? ჩვენ გვინდა თლიანად ცვლილება და როდესაც ეს რეალობა უმძიმესი შეიცვლება, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს, რომ აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში და სუბიექტებად გადაიქცენ, მხოლოდ მისასალმებელია თავარი სწორება, გვინდა არ გვინდა, ყოველთვის ასე იქნება ძალიან მკვეთრად გამოხატული მომავალში და ეს არის ძალიან მაგარი მონაპოვარი ქართულ ხალხზე. დიახაც ქართველი ერთი ადამიანი საქართველოს მოქალაქის ერთი ხმის წონა ერთი ასად იზრდება. კი ბატონო. ეს არის მნიშვნელოვანი და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ხა მიმდინარე ახალი არჩევნები ქვეყანაში ჩატარდება. ეს არის გარდაუვალი და საზოგადოება გააკეთებს. ნიკა, აი მე ვახსენე საბჭო, მე ვახსენე დოკუმენტი, რომელზეც მუშაობდით პოლიტიკური პარტიები, არ ვიცი დასრულდა თუ არა. იქ და ვიცი რომ ამ დოკუმენტში საუბარი იყო როგორ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ამაზე უნდა გემსჯელოთ და ეს უნდა გაგეწერათ. აი გითხარით თუნდაც თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით. გითხარით როგორ ხედავთ ივანიშვილის გასტუმრებას, რომელიც მიუხედავად სანქციებისა სხვათა შორის უკან არც ერთი ნაბიჯით ჯერჯერობით არ იხევს, მაგრამ აი მოუწევს თუ არა და რა არის ის რაც აიძულებს რომ უკან დაიხიოს. ნუ იცით რა არის გააჩინა წინასწარ არ არსებობენ ალბათ ჯერ კიდევ ადამიანები, ვისაც წინასწარი განწყობა აქვს ჩამოყალიბებული, რომ მაინც არაფერი არ გვეშველება და მაინც არაფერი არ გაარღვევს ამ მოჯადოებულ წრეს. დიახაც ის რომ უკან არ იხევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთბაშად არ მოუწევს უკან დახევა. დაიხევს, აი ძალიან სწრაფად, სლალომით, ესე დაეშვება მაღალი სიჩქარით წვერვალიდან ფსკერამდე. ეს იკითხება ჩვენ ადგილობრივი ძალებით დიახაც წლების განმავლობაში, ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან გვიჭირდა ამ რეჟიმის ღრმად ფეხს გამდგარი რეჟიმის ამოძირკვა იქიდან, საიდან ამოსაზრკები იყვნენ ძალიან ძლიერი საერთაშორისო ხარდაჭერის გარეშე. სადაც ბევრი შენი საერთაშორისო პარტნიორი იყო ამბივალენტური, თან ჯეროდა ნახევრად რომ იყო რუსულად განწყობილი, თან არ ჯეროდა.
ამ ყველაფრისში სიცხადის შემოტანის შემდეგ დადგა ეს რეალობა. ამიტომ ეხა ახალი არჩევნებისთვის სწორი თქვა ქალბატონმა ზურაბიშვილმა მოსამზადებელი პროცესი არის დასაწყები და ყველა პოლიტიკურმა არსებულმა პარტიამ ყველაფრის პარალელურად ეს პროცესი უნდა დაიწყოს. მე ასე მიმაჩნია. რომ გჯერა რომ ამ ქვეყანაში მალე დაინიშნება ახალი არჩევნები და ამ ახალი არჩევნების უნდა ვიყოთ მზად. მაგრამ ეს ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ ფორმატში, რომელიც სამართლიანი იქნება და ობიექტური იქნება და არა ისეთი ბუნებრივი. ეხა ეს ეჯგარეშია, ამას ყველა იაზრებს ბავშვიც. ეხა როდესაც ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ, არა იმ გვარ არჩევნებზე, რომელიც ჩატარდა, არამედ მართლა ყველასათვის მეტნაკლებად სამართლიანად აქმად საარჩევნო გარემოს გულისხმობ და ასეთი იქნება და ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება. სამოქალაქო საზოგადოება ჩართული თავად ქალბატონი ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიები ჩვენი ხედვა გვექნება როგორ რანაირად ეს გასაჯაროვდება ამას ალბათ უახლოეს პერიოდში საზოგადოება გაიგეს, მაგრამ კონკრეტულად ჩვენ როგორ მაგრამ პარალელურად ბრძოლა გრძელდება. რამდენი ხანი დაჭირდება? ჩემი აზრით ვადა ამ ბრძოლას არ აქვს დაწესებული. ჩვენ არ გვაქვს დაწესებული დედლაინ. ერთი თვე, ორი თვე, შეიძლება სამი თვე, ეკა, არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი, მაგრამ ძალიან მტკიცე ნაბიჯებით მივდივართ მიზნის მიღწევისკენ და ამოცანის შესრულებისკენ. და საზოგადოება აკვირდება, იცით და მე არ დაგიმალ მიხარია ამოვედო საზოგადოება აკვირდება ამ турბულენტურ შეიძლება ძალიან ბძიმე განსაკუთრებით ბძიმე პოლიტიკური პარტიებისთვის და არა მხოლოდ პროცესში როგორ იქცევა ესა თუ ის პოლიტიკური სუბიექტი რომ დააკვირდეს და დაიმახსოვროს და როდესაც მოვა და დადგება არჩევნები ეს დრო და ჩაინიშნება და დასახელდება არჩევნების თარიღი იქ ბევრი რამ გაიხსენოს ვინ როგორ მოქმედებდა ამ პროტესტში და ამ პროცესში ვინ იყო შედეგზე ორიენტირებული და ვინ პირიქით. ეკა მე მიმაჩნია რომ დიახაც აი პირდაპირ გაგებით ამ წუთიდან არის დასაწყები ყველაფერთან ერთად საარჩევნო პროცესისთვის ბრძოლა. შეიძლება ხა ვიღაცა გვიყუროს და რადო საარჩევნო მოვა ჩვენ გჯერა პარალელურ რეჟიმში ამბობთ თქვენ ჩემთვის ძალიან გასაგებია. მე გჯერა ჩვენ რო გჯერა აი მე ვიტყვი ჩემ პოზიციას თუ შეიძლება პატივისცემა ყველა ოპოზიციურ პარტიას და ბევრ მათგანთან მეგობრობ და დიდ პატივცემ და ასეთ პატივისცემა მექნება, მაგრამ ნიშნად იმისა რომ ძალიან გჯერა რომ ამ ქვეყანაში სწრაფად და მალე ჩაინიშნება არჩევნები ჩვენ მაგალითად გარკვეული რისკზეც კი წავედით, როდესაც სტაბილურ დაფინანსებაზე უარი ვთქვით. ეს არ იყო ადვილი. შეიძლება ვიღაცისთვის ახლა იცით რა არის არაფერი არ არის ეს, მაგრამ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც მოიცავს არა 60, არა 150 ადამიანს, არამედ გაცილებით მეც, ხო? სტაბილური დაფინანსება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ გვჯერა, ჩვენ გავრისკეთ. თუ არ არის ახალი არჩევნები სწრაფად, კი პრობლემის წინაშე დადგება კოალიცია ცვლილებები, რომელმაც 7 სუბიექტიდან ერთადერთმა თქვა უარი. ეს იმას ანიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვკითხოთ და ვაკრიტიკოთ სხვა პარტიები, არა, მათ ეს ნაბიჯი გადადგეს. ჩვენ და მისასალმებელია მოსაწონია არ მოსაწონია ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვეტოს როდესაც არჩევნები მოვა მაგრამ ჩვენ არ ვაღიარეთ ეკა დავასრულოთ არჩევნები პირველივე დღიდანვე არ ვარ და ამ პროცესში გვინდა ვიყოთ თანმიმდევრულები უარი ვთქვით მანდატებზე და უარი ვთქვით არა უარი ვთქვით მათ შორის დიახაც დაფინანსებაზე რომ გვინდა რომ ამ დელეგიტიმაციის პროცესში ვიყოთ თანმიმდევრულები. მაგალითად მე ხა ნაკლებ პრეტენზიას წაუყენებდი მაგალითად გახარიას პარტიას თუ შეიძლება პრეტენზია წამეყენებდი რატო ისიც თანმიმდევრულია ხა ჩემთვის მოსაწონე თუ არა მოსაწონე ნუ მან არ დაწერა განცხადება ხო ეს ყველა ვიცი არც ქონდა მოლოდინი რომ უარს იტყოდა ხა დაფინანსებაზე მაგრამ თუ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით და მიმაჩნია რომ აი ესეთი ნაბიჯები არა მნიშვნელოვანია ესეთ რატო თქვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ხალხისთვის ეკა იქიდან მოვდივარ დღესაც მნიშვნელოვანია მაგრამ როდესაც დადგება არჩევნები კი ამაზე კითხვები დაისვას არა იყო გარკვეული რატომ იცით რატომ უნდა ამ არჩევნებში უნდა იყოს დემონსტრანტი უნდა იყოს ინფორმირებული ეკა
ეს იმას ანიშნავს, რომ აქ უნდა ვეცადოთ წარმოაჩინოთ ვიღაცა ცუდია, ვიღაცა კარგია, მაგრამ ინფორმირებული უნდა იყოს. ხადია. ინფორმირებული უნდა იყოს და რატო უნდა დავმალო, რა მოსარიდებელი. ესე იგი, ეს ნაბიჯი რო გადავდგი, რომ 8 სუბიექტიდან მხოლოდ ჩვენ თქვით, უარ, ესე იგი რაღაცას ეფუძნებოდა და რატო უნდა დავმალოთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ თანმიმდევრულობა ამ პროცესში, მათ შორის ქუჩაში არის უმნიშვნელოვანესი. კი ბატონო, ნიკა, აი მე ვიკითხე რა იქნება გარდამტეხი თქვენი აზრით თქო. პროცესების, იმიტომ რომ პროცესები მიდის ახლა ჯერ იყო მოკლედ სასტიკი დარბევები, ადამიანების დაჭერები, ახლა ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ტაქტიკა შეცვალა, პროტესტი არ წყდება, ყოველდღე არის მთელი დღის განმავლობაშია პროტესტი. ეს არის საყოველთაო, ეს არ არის მხოლოდ თბილისში, ეს არის ყველა დიდ ქალაქში. ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან ძალიან აქტიურები, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, უკან დახევას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. რა იქნება გარდამტეხი თქვენი აზრით? მე მიმაჩნია სასანქციო პოლიტიკა, ძალიან გუწევად გიპასუხებთ რა. სასანქციო პოლიტიკის იმდაგვარი ამოქმედების გარეშე, როგორც ახლა უკვე ამოქმედა, მაგრამ ნახევარი სიმძლავრით, სწორად თქვით, და სივრცე ჯერ კიდევ დაუტოვეს ივანიშვილს და მის გარემოცვას და ეს არის დროებით დატოვებული სივრცე და ეს სივრცეც ნამდვილად ამოიქოლება ბოლომდე. აი სასანქციო პოლიტიკა ძირითადად იქნება მე მიმაჩნია რომ გადამწყვეტი ამ პროცესში, რომელიც გააძლიერებს კიდევ უფრო მეტად მუხტს. ეს სასანქციო პოლიტიკა მე ჯიუტავჯერა გავრცელდება ასევე ძალიან მალე, მე მაქვს ასეთი პროგნოზი, ივანიშვილის რეჟიმის სპონსორ ბიზნესმენებზე. სპონსორ ბიზნესმენებზე ინფორმაცია გაგვაქვს თუ თქვენი ინფორმაციას და მოლოდინიც. დიახაც, იცით რა, ეხა გომელაურის წინააღმდეგ ბატონო? მაგალითად რუხაძეზე? არა მარტო რუხაძეზე, ეხა მე იცით რა, ბევრზე საუბრობ, ეხა მაგალითად აი ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ, ვიცნობ ერთ ძმასაც და მეორე ძმასაც ხაკაძეებს, ხო? აი ქვეყანაში ხდება ის რაც ხდება და ერთი სიტყვით სოლიდარობა არ გამოუცხადა ამ პროტესტში და ამ პროცესში, აუ ვიცი, ასობით ნაწამებ ადამიანს, ხო? მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს და ბევრი სხვა რაც გადავიკიდე მარტო ამას, ხო არიან რამდენიმე ხო არიან დამფინანსებლები ივანიშვილის რეჟიმის. და ივანიშვილის რეჟიმის დამფინანსებლები, ბიზნესმენებად წოდებულები, რა თქმა უნდა, დასავლური სანქციის ქვეშ უნდა მოექცნენ და როდესაც რეალურად აი ეს ბერკეტი ამოქმედდება მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ, მე ვფიქრობ რეჟიმი სწრაფად, მყარად, შეიძლება ძალიან სწრაფად არა, მაგრამ სწრაფად დაიწყებს გრევას. ის ახლა ირყევა, ის ახლა დგას შუშის ფეხებზე, ქვიშაზე, მე ასე ვხედავ, ის ჩამოინგრევა აუცილებლად შიდა და გარე წინააღმდეგობების ფონზე. დიახაც, კომბინაციაში, რაც იძულებულს გახდეს ივანიშვილს, რომ არჩევნების თარიღი ჩანიშნოს. და რატო ვთქვი, იცით, რომ მალე მოვა ჯერა და აი ყველაფერს უნდა დააკვირდეს ამორჩეველი ნებისმიერ დემონსტრანტი. იქ ეხა კრიტიკულ კითხვებსაც გვისვემენ, ყამათობთ, საუბრობთ, ხვალზე, როგორ დაახლოებით თქვენს მოდუში არის ამორჩია აუცილებლად ჩვენს ოჯახებით ვიქნებით. კი პატივია, რაღაც ისტორიული თარიღია, იცით, შეიძლება ქუჩაში ბევრჯერ შეხვედრილა ახალ წელს, მაგრამ არა ასეთ ისტორიულ კონტექსტში, მნიშვნელოვან კონტექსტში. რუსთაველია ყველას სახლი და ყველაზე თბილი და ყველაზე მეგობრული ოთახი ყველას ოჯახში, ბინაში, სახლში ხო გვაქვს, ყველაზე მეტად რომ გვიყვარს იქ დროის გატარება. ახალი წლის სუფრასადაც იშლება, ხო, აი სათვალეთ რომ რუსთაველის გამზირია, ხვალ ყველაზე თბილი და ყველაზე მეგობრული და სადაც ყველას გაგვიხარება. ფინაურული ატმოსფეროთ დიახაც გაჟღენთილი, სივრცე იქ არ მისვლა, საკუთარი თავისთვის რაღაც სიამოვნებაზე უარის თქმას ნიშნავს და ერთ კითხვასაც დავსვამ, აი მე როდესაც ვსაუბრობდი იმაზე, რაც თქვა სხვადასხვა სალომე ზურაბიშვილმა, რომ უნდა რაღაც ახალი პოლიტიკური ძალების შესახებ როდესაც ისაუბრა და ამის საჭიროებაზე როდესაც ისაუბრა. ეს არჩევნები, რომელიც დაინიშნება და მე ამაში გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები დაინიშნება, როდის არავინ იცის და
ძნელი ამ პროგნოზის გაკეთება. თუმცა აი თქვენ როგორ ხედავთ სალომე ზურაბიშვილს ლიდერად ერთიანი ოპოზიციის. აი ფიქრობთ იმაზე, როგორ უნდა გახვიდეთ ამ ახალ არჩევნებზე? ამაზე ეხლა რა თქმა უნდა ჯერ ჩვენ ბევრ საკითხად დაკავშირებით. კარგია რომ ყველა მნიშვნელოვანი აქტორი, ყველა მნიშვნელოვანი. იცით და პერსონალიებზე ამ პროცესს არ დავიყვანდი, პირდაპირ აი ასევე გულწრფელად. პერსონალიებზე ამ პროცესს არ დავიყვანდი, ამ პროტესტს განსაკუთრებით. ან სალომე ზურაბიშვილზე და ნებისმიერ სხვაზე. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თქვენ ხო ჩემზე კარგად იცით, იქ ძალიან ბევრი ადამიანი, აი არც ხალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამო არ არის, არავის არ არის. უბრალოდ მასში დიახაც არის ძალიან დიდი იმედი გაღვივებული, ანუ ადამიანებში გაღვივებული მასთან მიმართებაში, მაგრამ ხალხი არის პირველ რიგში ლიდერი ჩემის აზრით ამ პროტესტის და ამ პროცესის და როგორ წარიმართება მე შემდეგ ეტაპზე პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, ამას ინდივიდუალურად გადავწყვეტ, უბრალოდ კარგია რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ხა ავად თუ კარგად ვახერხებთ ძირითად ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმობას, ახალი არჩევნები და თავისუფალ პოლიტიკურ პატიმრებს. ის რომ სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებულობა არსებობს, მე ვფიქრობ ამ პროცესის მონოპოლარიც არის, იმიტომ რომ მომავალი კოალიციური მთავრობა, რომელიც აი იმ ახალგაზრდებით, იმ სხვადასხვა თაობების წარმომადგენლების ნებით დიახაც უნდა დაკომპლექტდეს. იქნება ისე დაკომპლექტებული, რომ ხშირად საერთო ენას ვერ გამონახავენ, მაგრამ ეს არის კოალიცია ასე ხალბატონი ზურაბიშვილი საათხედავ ყველაზე დიდი პატივი ხა მისთვის რაც არის ხალხის სიყვარული, რომელსაც მეც გრძნობ რომ არის. იქნება ის კვლავ ლეგიტიმური პრეზიდენტი, უკვე კვლავ დაბრუნებული ათონელის ანუ ქუჩაზე ორბელიანების სასახლეში თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ ამ პროცესში რომ იქნება მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ხალხთან ერთად და ყველა სხვა აქტორთან ერთად, ამაში ეჭი არ მეკარება. ნიკა და დაგემშვიდობებით, რა ვერსიებისთვის უნდა ვიყოთ მზად? მას შემდეგ, როდესაც ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და თქვენი საუბრეთ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ სანქციები კიდევ უფრო მეტად შესაძლოა გამკაცრდეს არა მარტო მასთან მიმართებაში, არამედ მის გარემოცვასთან მიმართებაში. აგერ ნახეთ უკვე, რომ გომელაურის, კეზევაძის ოჯახის წევრებიც კი არიან უკვე ბრიტანული პლატფორმის Free Sanctions იმის ქვეშ. ანუ მოხვდნენ უკვე ისინი აი ამ ბრიტანული პორტალში არიან ეს ადამიანები. რა ვერსიებს განიხილავთ, როგორი იქნება ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების და თავად რეჟიმის ოლიგარქის რუსი ოლიგარქის მოქმედება მას შემდეგ რაც ის უკვე არის დასანქცირებული. აი ნახეთ რეპრესიულ კანონებს სწრაფად მოაწერინეს ხელი მათ მიერ დასმულ პრეზიდენტს. რას ელოდებით? იქნება უფრო მკაცრი დამოკიდებულება? ხო, მაინც იგივეს ვიტყვი, პირველ რიგში გამარჯვება, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზემოთ, პირველ რიგში უნდა საკუთარ თავში გონებაში უნდა გავიმარჯვოთ. ამ პროცესში რომ მე რეალურ პროცესში მოვახდინო წარმატებული ნაბიჯების გადადგმა და გამარჯვების მოპოვება შეძლო. ივანიშვილისგან მოლოდინი რაიმე გონივრული ნაბიჯის გადადგმა, მე ვფიქრობ, ასევე არაგონივრულია, ის არის გაჯიუტებული შეცდომებში, ის არის იმ ორმოში, სადაც მას უღრმავდება ორმოს სიღრმე, რაც უფრო გააგრძელებს თხრას, ის ორმო არ დაპატარავდება, კიდევ უფრო გახდება ღრმა. ერთადერთი გამოსავალი მას ექნება არჩევნების ჩანიშვნა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს არჩევნების ჩანიშვნის პროცესი მშვიდობიანად მოხერხებულიყო. არ იყო ამისი მოხერხება ამ პროცესის აქამდე ასე მოტანა ადვილი, ძალიან ხელყინულზე გაიარა ძალიან ბევრმა ადამიანმა. მე დარწმუნებული ვარ წინა გადაცემაში ამ ტელევიზიაში, როდესაც ვიყავი თქვი, ეკა ივანიშვილს აი ხა რეტროსპექტივაში რო ცოდნოდა და რო დაეჯერებია, რომ დეკემბრის ბოლომდე 31 დეკემბრამდე ხალხი ქუჩაში იდგებოდა, ის ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში მძიმე პროვოკაციას მოვაწყობდა იმისათვის, რომ მსხვერპლად წარმოჩენილიყო. მაგრამ აი ესეთი მყარი, შეიძლება ბევრისთვის უჩვეულო სცენის გარეშე, მიკროფონის გარეშე, მაგრამ ძალიან მყარი
ძალიან მყარი პროტესტი აღმოჩნდა ყველაზე დიდი დისკომფორტის შექმნელი რეჟიმისთვის. ყველაზე დიდი დისკომფორტის შექმნელი, სადაც უბრალოდ ივანიშვილის პროვოკაციის მოწყობის და განვითარების შესაძლებლობაც კი აქვს წართფეული და თუ კი ამას ვინმე ბედავს თვალნათელი არის რომ ის არის ხელისუფლების მიერ მოგზაურული პროვოკატორი. დიახ, ამიტომ ივანიშვილის ბედზე ჩვენ მე ვფიქრობ არ უნდა ვიდარდოთ. კრიზისი არის უმძიმესი პოლიტიკური და ყოველი დღე არის ივანიშვილის ხელისუფლების დელეგიტიმაციის ახალი საფეხური და ღრმა კრიზისი. ყოველი მომდენო დღე და ეს მომდენო დღე რამდენი იქნება, 2 თვე იქნება, თუ 2 თვე ნახევარი იქნება, თუ 3 თვე იქნება, დიდწილად რა თქმა უნდა ჩვენს სიმყარეზეა დამოკიდებული და ჩვენს პარტნიორებზე, მაგრამ შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე კვირაში მიღწევადი გამარჯვება, შესაძლებელია რამდენიმე თვეში და ესეც ძალიან თამამად უნდა უთხრათ და აგერ ვეუბნებით კიდევაც ერთმანეთს. Რამდენ ახალ წელს პირველ რიგში პოლიტპატიმრებს და გამარჯვება ყველას, ვისაც ამ ქვეყნის მომავალი ადარდებს ეროვნული და ევროპული და ასეთი ადამიანების არც თუ ისე ცოტა ნაწილი დღეს უსამართოდ არის გამოკეტილი 4 კედელში. ხეთ არის 10 პატიმარი, 15 პოლიტპატიმარი, 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ხო? დღეს ახლა ასევე გავრცელდა გუშინ თვალსწრების საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იყო ალბათ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი წამების წინააღმდეგ, რომელიც სპეციალიზდება და მუშაობს და მან თქვა რომ 2012 წლამდე ის მსგავს ფაქტებს აღრიცავდა და სამწუხაროდ იმ წლებში იყო წამების ფაქტები. აი თქვენ ნახეთ თუ არა ეს. არ მიყურებ. დიახაც, ხო, ძალიან და მას ეგონა რომ ეს რაღაცა პერიოდი, როდესაც არა თუ უბრალოდ ადამიანების უფლებების დარღვევა, გადაცდომა, არამედ წამება ადამიანის არის წარსულში ჩაბარებული. და მას თქვა რომ მსგავსი რამ არ უნახავს ადამიანი სახე და გვარიც არ ვიცი რომელიც გამოირჩეოდა და ახლაც გამოირჩევა ძალიან დიდი კრიტიკით წინა ხელისუფლების, მაგრამ თქვა რომ მსგავსი რამას არ უნახავს, როდესაც ყველა განურჩევლად უბრალოდ განურჩევა დასაკისა, სადიდგა, შეაგინა პოლიციას, ესროლა რამე პოლიციას, ეგრეთ წოდებულ, თუ უბრალოდ იდგა და ეგრეთ წოდებული პოლიციელი წამოეწია და დაიჭირა. ყველა არის ნაწამებიო. უშუალოდ და აი ამ ნაწამები ბიჭებს განსაკუთრებულად მინდა მიულოცო რამდენი ახალი წელი. მადლობა ნიკა, თქვენს გილოცავთ წინასწარ დამდეგ ახალ წელს და გამარჯვება ჩვენ ყველას, რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ნიკა მელია იყო ჩვენთან სტუდიაში სტუმრად და აქვე ვიტყვი რომ საჯარო მოხელეებისათვის ამოქმედდა ცხელი ხაზი თუ სამსახურიდან გაგათავისუფლებს გავიწრო